გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამორტიზირებული ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში უკვე კეთილმოეწყო სტალინის, თბილისის და გარევანიშვილის ქუჩები, ტროტუარები. ამჟამად მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩის ფეხით ცავალი ნაწილის ბეტონის დეკორატიული ფილით გადაფარვა, რომელიც ერთ კვირაში დასრულდება. ტროტუარების კეთილმოწყობისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 305,000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს მშენებელი აწარმოებს. აღნიშნული ქუჩების ფეხით ცავალი ნაწილი წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო და მოსახლეობას ხშირად ტრანსპორტის თავალი ზოლით სარგებლობა უხდებოდა. გასულ წელს უკვე გამოაცხადა ტენდერი და ეს სამუშაოები დაიწყო. თქვენ თვალით ხედავთ, რომ მიდის კეთილმოწყობა, ხდება ინვალიდებისთვის ასასვლელის კეთილება, პანდუსები, რათა მათ გაუადვიდეთ მოძრაობა. აქ ყველა თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენება, ევროპული ტექნოლოგიებით არის დამზადებული ეს ბორდიულები, ძალიან მაღალი ხარისხის. დღეს ვართ ახლა დავათვალეთ, როგორ მიდიოდა სამუშაოები და ძალიან კმაყოფილები ვართ. ქალაქის 4 ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარეობს ბარდიურისა და მთლიანი ტროტუარის ხელახლა გაკეთება და ახლით შეცვლა. მიდის მუშაობა ევროპულ სტანდარტებით თავიდან ბოლომდე და 4 ცენტრალური ქუჩა იქნება განახლებული ტროტუარი და ბორდიურით. რაც შეეხება არსებულს, რომელიც იყო ის ბაზალტის ბორდიური თავიდან ბოლომდე არის აზომილი და დასაწყობებული არის გორის კეთილმოწყობის სამსახურში. მეორად ქუჩები, რომლებიც ცენტრალური არ არის, იმ ქუჩებზე გადავიტანთ და გავასწორებთ და იმ ქუჩებზე გამოვიყენებთ.